კიდევ ერთი რეპორტაჟი იქ მილებზეც არის საუბარი იმაზეც თუ როგორ რეაგირებას ახდენენ ყაზტრანსგაზის თანამშრომლები და კიდევ ერთხელ ვნახოთ თქვათ რამდენად გვიცავს ჩვენ ის ადამიანები რომლებსაც ვიძახებთ ამ შემთხვევაში საუბარი არის ყაზტრანსგაზზე. ეს გახლავთ 21 საუკუნის გაყვანილობა თბილისის ცენტრში. რამდენჯერ მივმართეთ წერილობითაც კი, ტელეფონის ზარებზე აღარ არის საუბარი, წერილობით რომ მოდით გვიშველეთ. აი ამ ტრანსფორმატორს, აქ მარტო თელასი არ არის, ნახეთ თელასი და ყაზტრანსგაზი როგორ არის ერთმანეთთან ჩაწნული ძალიან რომანტიულად. გაზი ერთი თემა, ტრანსფორმატორს აწვიმს პერმანენტულად სველია და მეუბნებიან არაფერი არ მოხდებაო. აქაც ბომბიდებს და ნაღმირო. აქ რომ მოხდეს ეგრეთ წოდებული ზამიკანია, მე არ ვიცი რა მოხდება. ხათუნა ხუნდაძე უკვე 5 წელია რაც თბილისში ბახტრიონის ქუჩაზე ცხოვრობს. ამბობს რომ ზუსტად ამდენივე წელია ყაზტრანსგაზთან დავა ვერ დაასრულა, რადგან მის კორპუსში გაზის სუნი ხშირად დგება. მისი თქმით გაუმართავია ელექტრო და გაზგაყვანილობის სისტემა, რომლის შესაკეთებლადაც კომპანიის თანამშრომლების გამოძახება ხშირად უწევს. მოვლენ რაღაც გუბკა და ეს ყველაფერი ღრუბელი უბრალოდ ჩვენ უნდა მივცეთ, მიადებენ თუ რაღაც ბუშტუკები გამოჩნდა, ესე იგი რაღაც პრობლემა არის. მე მეორე თემა, თუ კი რამე იხმარეს, იქვე ყრიან. ნუ რა არის 21 საუკუნეა ხალხ, ნუ ევროკავშირში გვინდა შესვლა და ამითი გვინდა ევროკავშირში შესვლა? ეს ხო სამარცხვინო ამბავია. პერმანენტულად დგას სუნი, აი სულ დგას. ეს არის საშიში, ეს არის სამარცხვინო და ეს არის ჩვენი დაცინვა. ეს არის ადგილი, რომელიც ეს გაზის გამანაწილებელი მოწყობილობა დიდი ღომში. ხატაეთის ქუჩაზე სუპერმარკეტისგან დაახლოებით 3 მეტრით არის დაშორებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ მილები დაზიანებულია და გაზი ხშირად ჯონავს. თითქმის ყოველ დღე, როცა მოვდივარ ხოლმე, ყოველთვის გრძნობ გაზის სუნს. ამ ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ თან დავფიქრდი, რომ იქნებ რაღაც დარღვევა ან ხარვეზია, რომელიც შეიძლება გამოსწორდეს. ძალიან ჟონავდა გაზი, იმდენად რომ მარკეტშიც აღწევდა ეს სუნი და გამოიძახეს ყაზტრანსგაზი, დახედეს რა რაღაც გააკეთეს მე მგონი, ცოტა ხანი რავი არ იგრძნობოდა იმდენად სუნი და რავი, ეხლა მაინც უჩივიან მეზობლები, რომ გაზის სუნი გამოდისო და ვიძახებენ. მოქალაქეების დიდი ნაწილი ყაზტრანსგაზის თანამშრომლების არაპროფესიონალიზმსა და გულგრილობაზე სოციალურ ქსელშიც საუბრობს. მათი თქმით, კომპანიის თანამშრომლები გამოძახებაზე აგვიანებენ ან საერთოდ არ მიდიან. ნოემბრის თვეში გამოვიძახე, რომ გადაემოწმებინათ და ჯერაც არ მოსულან, დღემდე ველოდები. ჟელეიანი წყლით შემოწმება, რომელიც საუკუნეა, თუ იმდენად არაფრად გიღირთ ადამიანების სიცოცხლე, რომ ყველანაირ ხარჯზე უარს ამბობთ. რამდენი ხნის შემდეგ მოხვედით საბავშვო ბაღში 114-ში რომ დავრეკე, შენობაში სუნია, მალე მოდით თქო. 250 ბავშვის სიცოცხლეზე გელაპარაკეთ და 2 საათზე მეტი არავინ მოგვაკითხა. 2 დღის უკან გამოვიძახე, მოვიდნენ და თქვეს, რომ მილი არის შესაძლებელი. სხვა ჯგუფს გამოვაგზავნითო, მაგრამ აღარავინ მოსულა. გამოვიძახე ყაზტრანსგაზის თანამშრომლები, გაზი ჟონავს თქო. მოვიდნენ და სადაც გაზის მილია დაერთებული სანთებელით შეამოწმა გაზდიოდა თუ არა. ხომ შეიძლება აფეთქება მომხდარიყო. გაზის სუნი იყო სახლში, შემეშინდა მე და ჩემი 8 თვის ბავშვი ვიყავით მარტო. გამოვიძახე, მითხრეს მალე მოვლენო, 4 საათი ველოდე. 4 საათის მერე ჯიბეში ხელებ ჩაწყობილი კაცი მოვიდა. მითხრა ყაზტრანსგაზის თანამშრომლებს შემოწმება არ გვევალება. უბრალოდ სიტუაციას შევხედეო. თანხების დაზოგების მიზნით ეს ძველი სისტემა გადაჭრეს და მოახდინეს უფრო იაფიანი კომუნიკაციების შეყვანა, რომელიც რა თქმა უნდა სტანდარტის დარღვევაა. ხანძრის შემთხვევაშიც ეს მილები არის აალებადი და დამატებითი საფრთხე ჩნდება იმისა, რომ ფეთქებად საშიში გარემო შეუქმნათ მოქალაქეებს. ენერგეტიკის ექსპერტი გიორგი ჭაღიაშვილი ამბობს, რომ ყაზტრანსგაზი მხოლოდ მოგებაზე მუშაობს და მას მოქალაქეები არ აინტერესებს. მისი თქმით, საჭიროა მუდმივი მონიტორინგი სხვადასხვა საფრთხეების აღმოსაფხრელად. თუმცა წლებია არც კვლევები ჩატარებულა და არც არსებული პრობლემების ანალიზი კეთდება. დეტალებშია გაწერილი თუ რა ნორმებით უნდა ისარგებლოს ნებისმიერმა მშენებელმა ან მონტაჟის სპეციალისტმა ან კომპანიამ, დაქირავებულმა მოქალაქემ და ასე შემდეგ. თუმცა ეს თავად სამწუხაროდ ყაზტრანსგაზის მიერ არის უგულებელყოფილი, რადგან აღნიშნული სნიპით დავალდებული ქსელის გაყვანა ბევრად ძვირიჯდება. გადაწყვიტა პრობლემა მარტივად, მოქალაქესაც მიაწოდა გაზი, გამრიცხველიანებაც გამოიტანა გარეთ და უზრუნველყო თავისი დაკისრებული ამოცანა, თუმცა საფრთხე უფრო გაგვეზარდა. პროფესორი შოთა მესტვირიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში გაზმომარაგების სფეროში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა. ამიტომ დაუცველია როგორც მოქალაქეების, ისე ყაზტრანსგაზის თანამშრომლების უსაფრთხოებაც. დღეს ძალიან ცოტა სპეციალისტია დარჩენილი.
თვითონ გახსნეს თბილგაში უსაფრთხოების წესების კურსები. მაგრამ მე ვერ გეტყვი, ვინ ასწავლის და რა კვალიფიკაციის ხალხი ასწავლის. ალბათ უნდა გადაისინჯოს ეგეც, რა კვალიფიკაციის ხალხი ასწავლის ამას. მოქალაქეების ბრალდებებზე პასუხის გასაცემად ჩვენ კომპანია ყაზტრანსგაზსაც მივმართეთ, თუმცა მათ ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხეს.